მნიშვნელოვანი არის რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები დეტალურად იყოს განხილული ჩვენს მოსახლეობასთან იმისთვის რომ მათი მოსაზრებებიც გავიგოთ ამ საკითხთან დაკავშირებით მივიტანოთ პარლამენტამდე და პარლამენტმა მიიღოს ამის საფუძველზე გადაწყვეტილება ჩვენ რასაც ვხედავთ ამ დღეებში შეხვედრების ზოგადად ამ ცვლილების ინიციირების შემდეგ ეს არის დიდი მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოებიდან საჭიროება ამ ცვლილებისა რა თქმა უნდა ეს არის გზავნილი მთლიან პარლამენტისთვის მნიშვნელობა არის ეს უმრავლესობა იქნება თუ ოპოზიცია და იმედი მაქვს რომ პარლამენტის ყველა წევრი მოიქცევა იმ დაკვეთის და იმ ხმის შესაბამისად რომელიც მოდის ჩვენი გუშინ რა უპასუხეთ კითხვაზე რომელიც იყო დასმული ქუთაისში თქვენ კითხეს როგორ უნდა გამოვარკვიოთ არა ტრადიციული სექსუალური მიმართულების ადამიანები თანამდებობებზე და თქმა შეიზღუდებიან ისინი ნუ მაგალითად სკოლებში არა რა თქმა უნდა ჩვენ საუბრობთ ისეთ საკითხებზე რომელიც ეხება ამ კანონპროექტით გათვალისწინებული არის ისეთი საკითხები რომელიც ეხება ქორწინების საკითხებს შვილათაყვანის საკითხს ასევე სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხს ეს არის ის ფარგლები რომელშიც კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს სხვა შორის მინდა გითხრათ რომ აქ მსგავსი კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყანაში მიიღება მარტო შარშან ამერიკის შეერთებულ შტატებში 72 კანონი იქნა მიღებული სხვადასხვა შტატში რომელიც ეხებოდა განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროცესში LGBT პროპაგანდისგან დაცვას ასე რომ ამ მხრივ ჩვენ ეს განოცდილება არის არა მხოლოდ საქართველოში კანონშემოქმედების მხრივ არამედ სხვა ქვეყნებში ჟოზეფ ბორელთან დაკავშირებით კითხოთ აღნიშნული კანონპროექტიო ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსო და ასევე ნათქვამი არის რომ ქართულმა ოცნებამ მეორე დროდესაც შეიტანა ეს კანონპროექტი დაარღვია პირობა რატომ ვერ არწმუნებთ ევროპელ პარტნიორებს კანონი არის ევროპული უბრალოდ ყოვლისა როცა საუბრობთ ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე უნდა ვიცოდეთ რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში განსაკუთრებით მათ ინტერესებში მისი ფინანსებით საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალედ ჩვენ ვიცით მაგალითად ევროპის დემოკრატიის ფონდის რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში რაც არის სწორედაც რომ საწინააღმდეგო ევროპული ღირებულებებისა სამწუხაროდ ერთი წლის განმავლობაში მე პირადად ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი რომ დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები თავად რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით ფარულად დაფინანსება რადიკალური ჯგუფების საქართველოში და პოლიტიკური პარტიებისა არის არასწორი საქციელი, ნუ ეს სამწუხაროდ ვერ შევძელი და ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება. მე არ ვიცი, მე ვერ გეტყვით მსხვერპლის ნაცვლად ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში, რომ როგორც ატყობთ და თქვენი კითხვაც ხომ ამას აჩვენებს, რომ სინამდვილეში არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა, სინამდვილეში არის მცდელობა ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა და სინამდვილეში არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასაც ვაკეთებთ, ეს თავაზობთ შინაარსს და ხედავთ ქცევას რადიკალური ოპოზიცია რას აკეთებს, ხევს პლაკატებს, სადაც არის ერთადერთი მითითებული ლინკი კანონპროექტზე და არ უნდათ რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი, უნდათ ასე ვთქვათ ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე იმისთვის რომ შემდეგ უკვე იმ ზიზღის კამპანიით რომელიც მე დარწმუნებული ვარ ბატონ ბორელს არც კი აქვს საკითხული ეს კანონპროექტი მიმდინარეობს სოციალურში საზოგადოების დისკრეტაცია, ანუ რას მაჩვენებს პედაგოგების ბულინგი, აი როგორ შეაფასებთ და რას ემსახურება ეს ყველაფერი. ხო, მე მგონი გუშინ ნახა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ სახე ნაციონალურ მოძრაობისა. ეს არის ზიზღის კამპანია, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში ეწევიან და გუშინ ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა. წარმოგიდგენთ ამ ხალხს, ხელისუფლებაში რაც იყვნენ, როცა იყვნენ, გვახსოვს რასაც აკეთებდნენ, ახშობდნენ საერთოდ თავისუფალ სიტყვას. ახლა ოპოზიციიდან, Facebook-იდან და კლავიატურებიდან
პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ არ გამოთქვა თავისი აზრი. და ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება, როცა ვსაუბრობთ NGO-ებზე, მათ შორის ზოგიერთ პარტიაზე, როცა ვსაუბრობთ, ესე ჩვეულებრივი ზიზღის დაშინების კამპანია და საზოგადოება ხედავს კიდევ ერთხელ ამ ხალხს 1 გრამი ძალაუფლებას რომ მივცეთ და ხელში ჩაიგდონ 1 გრამი ძალაუფლებას, ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორში წყავდათ მათ საზოგადოება. ამიტომ მნიშვნელოვანია 29-ში რომ ყველა დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ყველა ქუძე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე, იმიტომ რომ ამ ზიზღის კამპანიას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით მათ შორის, ამ ზიზღის კამპანიას ჩვენ ქართული ღირსებით და ღირებულებებით ქართული ხალხის ექსპერიმენტი ჩაატარა დაურეკა საჯარო მოხელეებს და მაგალითად მართული საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს რომ დავალებული მაქვს და 800 კაცს ჩამოვიყვან, ასევე გორის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს რომ შეხვდებით აიპის წარმომადგენლებს და ასევე ოჯახის წევრებსაც ვთხოვთ, იმიტომ რომ ვეუბნებით რომ კვებაც უფასო არის და აქციის მიზნებზე რომ ვისაუბროთ და კიდევ რატომ ფიქრობთ რომ რატომ ელოდება ოპოზიცია რომ შეიძლება დაპირისპირდეს ხოთა რამდენი არის მუნიციპალიტეტებზე ვერ გეტყვით თქვენ რაზე საუბრობთ, არ ვიცი, მაგრამ მოწოდება არის რა თქმა უნდა ყველას მიმართ, რომ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც ჩვენ ვუპირისპირდებით შავ ფულს, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, როდესაც ჩვენ ვუპირისპირდებით ღირებულებების, ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ეს არის ეროვნული და ღირსების საკითხი, რომ ყველა გამოვიდეს რუსთაველზე და დავანახოთ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ყველას დავანახოთ რა სურს ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის სურვილი გამოიხატება კიდევ ერთხელ ყველა სიტყვაში. აქ დიდიც და პატარას, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ერის ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დაპირისპირებულია ქართულ ხალხთან. ამიტომ არ ვიცი რას გულისხმობ, მომაშმარ ისინი დღეს არიან დაპირისპირებული ქართულ ხალხთან, მათ აქვს ზიზღის კამპანია, ვატყობთ ხომ უკვე რამდენი ხანია გამოხატულად და ამ ზიზღის კამპანიას რა თქმა უნდა ქართული ხალხი არ იღებს და ხედავენ ამას და ეს საბოლოო ჯამში ქართულ ხალხთან დაპირისპირება არავის არ გამოსულია, ვინაიდან ქართველი ხალხი არის წყარო ძალაუფლების და სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანი არის 29-ში ხელისუფლების ამ წყარომ ქართულმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან დაკავშირებით ანგარიშის მიხედვით 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის გამოქვეყნებული ცნობით მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომა გაიარა საქართველოს ხელმისაწვდომი ყველა მკურნალობა მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესა, ნათქვამია დეპარტამენტის ანგარიში თუ ზოგადად ანგარიში მას გავაგრძელებთ უკაცრავად და ჯერ უპასუხოთ და კითხვა რა შემოგონებს? აი ამ ანგარიში შეფასება და ამ განცხადების ზოგადად ხომ ანგარიში არ მინახავს უბრალოდ ამონარიდები ვნახე მედიაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კეზერაშვილთან დაკავშირებით აღმოვაჩინე ჩანაწერი, აქ უკვე კომენტარის რთულია რომ გაკეთდეს, საუბრობთ კრიმინალზე, რომელიც სამწუხაროდ თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, ხედავთ რომ ის ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, საქართველოს ჯარს ფული მოპარა. ეხლა როდესაც ასეთ სახელი და გვარი ჯერ იყო და ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა და ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რაღაც მინიშნებად ჩანს, ეს უბრალოდ თვითონ ანგარიშს აყენებს ჩრდილს და აჩვენებს, რომ ის არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებს და რა თქმა უნდა კრიმინალის რაიმ ნებისმიერ პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა ნებისმიერ დოკუმენტში თავად ამ დოკუმენტს ვნებს. ნიკა გვარამია საქმეში ვერ დაინახა გადაწყვეტილება. საქმეების ანგარიშის არის მოხსენიებული პოლიტპატიმრად ეს რომჯარიას და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე რასთან გვაქვს საქმე. აი ნიკა გვარამია საქმეში სტრასბურგმა ვერ დაინახა გადაწყვეტილება, თუმცა საქმეების ანგარიში მოხსენიებულია პოლიტპატიმრად. ხო, აი კითხვა დაისვა და პასუხიც მე მგონი გაეცა ამ კითხვას. იმიტომ რა შეეხება გვარამიას საქმეს უყურეთ, ნუ ერთი სპეციფიკა რა თქმა უნდა დეპარტამენტის ანგარიშს აქვს, იქ ყველგან მითითებულია, როგორც ამბობენ, ნუ ეს ამბობენები არიან ის NGO-ები, რომლებიც მე ფინანსდებიან ხოლმე ისე ამერიკული ან ევროპული წყაროდან და ხედავთ დეზინფორმაციას ავრცელებენ,
იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში რომ ანგარიშის რომელიღაც ფურცელზე შემდეგ ეს წინადადებები ამოვიკითხოთ. რაც შეეხება ამ ამბობენს და ამ ჭორს და ჭორმართალს, ასე ვთქვათ, თუ ჭორს პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. ასე რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია გადაიკითხოს სტრასბურგის სასამართლოს დეპარტამენტის ანგარიში მითითებული არის, რომ ის ეფუძნება ასე ვთქვათ მონათხრობებს, რომ ამბობენ, თავად მტკიცებით ფორმაში არ ამბობს და ეფუძნება დიდი ალბათობით NGO-ების მონათხრობებს, თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც ნებისმიერი ამბავი როცა აისახება ანგარიში, ეს ხდება მათ შორის ანგარიშის შემდგენლის პასუხისმგებლობა და როდესაც ასეთი რამე ხდება, ასე ვთქვათ, ცრუ ინფორმაცია თავს იჩენს დეპარტამენტის ანგარიში, ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ჩრდილს აყენებს თავად ანგარიშს. კეზერაშვილი რო იქნება რაიმენაირად პოზიტიური წრეში წარმოჩენილი რომელიმე ანგარიში, ეს თავად იმ ანგარიშის პრობლემა არის საბოლოო ჯამში. მე მეკითხეთ ნეტიების მათემატიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე მოგვიანებით ჩაასწორეს ჩვენ ვნახეთ, თუმცა მანამდე სანამ ჩაასწორებდნენ ვნახეთ აღნიშნული სტატია გაზიარებული სხვადასხვა ოპოზიციურ პოლიტიკოსების მიერ, სადაც საუბარია თქვენზე, რომ თითქოს თქვენ 2020 წელს ერთგვარად დაირეგისტრირეთ კახეთში 20 ჰექტარი ტყის და 10 ჰექტარის მიწის 50%. რას უპასუხებთ ამ დეზინფორმაციას? ნახეთ თუ ნეტგაზის მოუწია საბოლოო ჯამში, მას შემდეგ რაც ვამხილეთ მეც პირადად გამოეხმაური ამას, ამის შემდეგ მოუწიათ უარყოფა იმ დეზინფორმაციის, რომელიც გაავრცელეს, და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საჭიროებას გამჭვირვალობის. სხვა შორის ნეტგაზის ბათუმელებს არ აქვს მითითებული, ვისგან ფინანსდებიან, ვინ იხდის ფულს და სწორედ ამას ემსახურება მათ შორის გამჭვირვალობის კანონი, რომ ვიცოდეთ, ვინ არის დამფინანსებელი ამ მედია საშუალების იმისთვის, რომ შემდეგ მათაც დაველაპარაკოთ, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ როგორც წესი ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან, როგორც წესი გამოცდილება აჩვენებს, რომ შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე დგას ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი და ევროპის დემოკრატიის ფონდი, ნედი და იიდი. ამიტომ აქაც პრობლემა სწორედ ამაში არის, რომ მე აღმოჩნდება, რომ ევროკავშირის ფული იხარჯება დეზინფორმაციის გავრცელებაზე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირების წინააღმდეგ და ეს რა თქმა უნდა აჩვენებს იმ პრობლემას, რომ ერთის მხრივ, როდესაც ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას 9 პუნქტში წერს და მე თვითონ აფინანსებს დეზინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს პრობლემა არის და ამაზე საელჩომ უნდა იზრუნოს, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ნახეთ, თავად საელჩო ახალისები. ეს შედეგი არის მათ შორის ახალისებისა. ჩვენ ნახეთ სულ ახლახან იყო, როდესაც პრიზები გადასცა ევროკავშირმა სხვადასხვა მედია საშუალებებს და პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის პრიზი გადასცეს ადამიანს და ეს რა თქმა უნდა ახალისებს შემდეგ უკვე ასეთ ქმედებებს. ამიტომ პრობლემა არის, როდესაც საელჩოები ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან მასპინძელ ქვეყანაში დაფინანსებას აფინანსებენ ისეთ ღონისძიებებს, აქტივობებს, რომელიც პირდაპირ დეზინფორმაციული არის, პროპაგანდისტული არის და ეს თავისთავად ხა ეს რომ ევროკავშირის მოქალაქე და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის ინტერესების წინააღმდეგ არის, როდესაც ასეთი დაფინანსებები იხარჯება. თავისთავად უკვე ეს საერთო ჯამში ხო რა სადამდე მივყავართ, როდესაც შემდეგ მე ელჩებს და წარმომადგენლებს ხვდები და საუბარი აქვს დეზინფორმაციაზე, ხო ამ საკითხზე ვეუბნები კი, მაგრამ თქვენ თვითონ აფინანსებთ პირდაპირ ღია დეზინფორმაციის კამპანიებს ქვეყნის წინააღმდეგ, გვახსოვს ხომ ასე ვთქვათ სანქციების გვერდის ალასთან დაკავშირებით დროა, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდებოდა იიდის მეშვეობით, პირდაპირ ამ კამპანიაზე იყო აწყობილი. როდესაც ევროკავშირის ფული იხარჯება არა უბრალოდ დეზინფორმაციაზე, არამედ ისეთ დეზინფორმაციაზე, რომელიც მიზანი არის დესტაბილიზაცია, არევა ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა ეს პრობლემა არის და მე ამაზე ერთი წელი სწორედ ამას ვესაუბრებოდი ყველას ელჩებსაც და წარმომადგენლებს, რომ არ შეიძლება ასე არ იქცევიან ევროპაში, ნუ საქართველოში ასე არ იქცევიან და არ ვიცი მათ რა წარმოდგენა აქვთ ასეთ ქცევებზე, როდესაც პირდაპირ დეზინფორმაცია. ხო ამაზე პასუხი რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ ვინ შეძლებს ფასს, რომ კარგი არის დეზინფორმაციის დაფინანსება. ამაზე პასუხი რა თქმა უნდა არ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ქცევითაც დიდ ცვლილებას ვერ ხვდათ. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის გამჭვირვალება, იმიტომ რომ ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ვინ არის დამკვეთი, დამფინანსებელი, ვისი ფული იხარჯება ამ დეზინფორმაციაზე, რომ ხალხმა იცოდეს ვიასთან და ვისთან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ისევ შეშფოთებული არის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ეს კანონპროექტი ასარალებს მედიას, ასარალებს მესამე სექტორს. რა შეგიძლიათ გითხრათ?
ამ შეშფოთებას. ერთადერთი რასაც ეს კანონპროექტი აზარალებს, ეს არის შავი ფული ამ სექტორში. და სამწუხაროდ ეს როგორც ჩანს, იმდენად დიდი არის სურვილი, რომ ეს ფული დარჩეს დაფარული, რომ ყველაფერზე მიდიან სხვადასხვა ჯგუფები, ხედავთ ზიზრის კამპანიას, ხედავთ ძალადობისკენ წაქეზებას სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ფული დარჩეს დაფარული და კიდევ შავი ფული მარტო მედიაში და მესამე სექტორში ტრიალებს. სადაც არის, სადაც შეიძლება იყოს შავი ფული, ეს რა თქმა უნდა იყოს გამჟღავნებული და ამიტომაც ეს ერთი სექტორია, სადაც ყველა თანხმდებით, ხომ ფაქტია, ვიცით, ფაქტებით ვიცით, რომ მაგალითად აღმოჩნდა, რომ დროას აფინანსებდა ევროკავშირი იიდის მეშვეობით და ეს არავინ არ იცოდა, არსად არ ჩანდა, საზოგადოებისთვის ეს იყო დაფარული და შემთხვევით გავიგეთ. მაგალითად ის, რომ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას აფინანსებდა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ნედის და იიდის მეშვეობით სირცხვილიას აფინანსებდა, ესეც გავიგეთ შემთხვევით.